მოგესალმებით, ჩემო კარგებო და ჩემო საყვარლებო. დღეს მე თქვენთან მოვედი ასეთი საინტერესო გაშლით. რისი თქმა სურს მას, მაგრამ არ გეუბნებათ. მოდით პირველ რიგში გავაკეთოთ სინიფიკაცია. ასე უფრო მარტივი იქნება თქვენთვის იმის გაგება, თქვენია თუ არა ეს გაშლა. მოვამზადოთ დასტა. დასტა, რომელიც აშკარად ჩქარობს და უნდა საუბარი. კარგით, მაშ ასე ნახოთ, ვიზი არის დღევანდელი ჩვენი გაშლა. დღევანდელი ჩვენი გაშლა არის ადამიანზე, რომელიც არის შეყვარებული. კი ბატონო, თასების მეფე. ადამიანი, რომელიც არის თვითკმარი, ადამიანი, რომელიც არის შემდგარი, ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი ცხოვრების და საკუთარი გრძნობების სხვა ეტაპზე გადაყვანას და გადასვლას, აქ თქვენ ცხოვრებაში მოხდა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, რამაც საკმაოდ შეცვალა თქვენი ცხოვრება და თქვენ ახლა იმყოფებით თქვენი ცხოვრების იმ ეტაპზე, რომელიც საკმაოდ ტრანსფორმაცია გამოიარეთ და საკმაოდ გარდამტეხი არის. ორჭოფობთ და ფიქრობთ იმას, დაასრულოთ ურთიერთობა თუ გადახვიდეთ მომდევნო ეტაპზე. კი ბატონო, იმიტომ რომ თქვენს ურთიერთობაში საკმაოდ გაურკვეველი სიტუაციები არის, არ იცით რა გზას დაადგეთ, არ იცით რას ფიქრობს იგი თქვენს მიმართ, რამდენად არის მისი გრძნობები გულწრფელი და მისი ეს უმოქმედობა და მისი ეს არა კავშირზე არ გამოსვლა, თქვენ გაგდებთ ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში და სადაც მე შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად აუტანელი არის ეს სიტუაცია, რომ ღამეებიც არ გძინავთ, ანუ ძილი მოუწესრიგებელი გაქვთ და აქ თქვენ მაღალ ძალებს თხოვთ დახმარებას, თითქოს ღმერთს ევედრებით დახმარებას, ამბობთ, ღმერთო დამეხმარე, გამომიყვანი ამ სიტუაციიდან, გამარკვიე როგორც საკუთარ თავში, ისე ამ სიტუაციაში ევედრებით ღმერთს და მაღალ ძალებს თუ რა გზა აირჩიოთ, რა გზას დაადგეთ. მაშ ასე თუ იცანით თქვენი თავი, ჩემო კარგებო, შეგვიძლია დავიწყოთ უკვე გაშლა და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. მაშ ასე ვნახოთ, რისი თქმა სურს მას, მაგრამ არ გეუბნებათ. ნახოთ. კარგით. გადმოვარდა, მოდით ნახოთ. მე-15 არკანი. კი ბატონო. დღეს ჩვენთან მოვიდა ჩემო ძვირფასებო, ხმლების პაჟი. მაშ ასე. რას გრძნობს და რას ფიქრობს იგი თქვენზე, მაგრამ არ გეუბნებათ. ადამიანი, რომელიც არის თქვენზე მიჯაჭვული. აქ აშკარა არის, რომ თქვენ შორის არის პაუზა. პაუზა იმიტომ, რომ ადამიანი მოულოდნელად შეიძლება გავიდა ურთიერთობიდან, თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო, მაგრამ უცაბედად თქვენ და გასაკვირად გავიდა ურთიერთობიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას თქვენ ძალიან უყვარხართ, თქვენს მიმართ აქვს ძალიან დიდი მიზიდულობა. და მისი ეს პაუზა მისთვისაც ძალიან რთული იყო, მინდა გითხრათ, ძალიან დეპრესიული იყო. მე ვიტყოდი იმას, რომ მას ამ ურთიერთობის შეეშინდა, ამ გრძნობის შეეშინდა, რადგან
არ იცოდა რამდენად სწორი მიმართულებით მიდიოდა, არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, არ იყო იმ სიტუაციაში დარწმუნებული თუ რამდენად ხელსაყრელი იქნებოდა მისთვის თქვენთან ურთიერთობა. აქ ისევ იმას უბრუნდებით, რომ თქვენი ურთიერთობა დაიწყო უცაბედად, მოულოდნელად, იყო ძალიან დიდი გართობები, იყო დიდი შეხვედრები, იყო ღრმა ემოცია, ღრმა კავშირი, მაგრამ როდესაც თქვენი ურთიერთობა მივიდა იმ ეტაპამდე, რომ უნდა გადასულიყო, ასე ვთქვათ, მომდევნო ეტაპზე, მას შეეშინდა ამ ყველაფრის, იგი დაფიქრდა, აწონდაწონა ყველაფერი, იცოდა, რომ ეს ურთიერთობა ისე თავის დაუნებურად არ გადავიდოდა მომდევნო ეტაპზე და მას ამისთვის საკმაოდ ისეთი სწორი და ღრმა ნაბიჯები უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არ იყო იგი ამისთვის მზად. თან თქვენი დაკარგვაც არ უნდოდა, ანუ ამის შიში ჰქონდა. იცოდა მან, რომ თუ არ გააკეთებდა საჭირო ნაბიჯებს, თქვენ დაკარგავდათ. ამის გამო იგი ძალიან ღრმა დეპრესიას მიეცა. მაგრამ ეხლა არის იმ ეტაპზე, რომ გამოდის ამ ღრმა დეპრესიიდან. მე ასე ვიტყოდი, რომ ზუსტად ამის გამო მოხდა თქვენ შორის პაუზა მისი დეპრესიული სიტუაციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მას არ უნდოდა ასეთ სიტუაციაში გენახათ იგი. მაგრამ დაელოდეთ, გამოვა ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ იგი არის იმ ეტაპზე გადასული, როდესაც ამჯობინებს მეგობრებთან ერთად ყოფნას, განმუხტვას, იმ ემოციების გადაცემას, რაც გულში აქვს, გაზიარებას. მაგრამ იცოდეთ, რომ მას ყველანაირად იზიდავთ, თუ კი ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ვთქვათ, მიწიერ დონეზე, ორ ადამიანს შორის, რაც შეიძლება მოხდეს და რაც ხდება, აბსოლუტურად ყველანაირი ქვეტექსტით აქვს თქვენს მიმართ. კარგით. კი ბატონო, გაურკვეველი სიტუაცია. არ იცის გრძნობების მიმართ რა გზას დაადგეს, ძალიან არის არეული საკუთარ თავში, თითქოს ერთ ნაბიჯს გადმოდგავს წინ, ორ ნაბიჯს უკან დგავს, უნდა მოქმედებაზე გადასვლა, მაგრამ რაღაც აფერხებს, რაღაც ბოჭავს და აგერ თქვენ ამოხვედით იმპერატრიცა და ზუსტად ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა არის, რისი თქმას ვართ ხომ მას და არ გეუბნებათ და ამოხვედით აგერ იმპერატრიცა. ადამიანი, რომელიც მისთვის არის ყველაფერი, ადამიანი, რომელიც ყველანაირად ავსებთ მას, ხართ ულამაზესი მისთვის, ხართ სასურველი, ხართ ძალიან ჭკვიანი, ძალიან ემოციური ადამიანი, რომელიც ყველანაირად სრულყოფილი არის, მისთვის თქვენ ხართ სრულყოფილება. კიდევ რას გვეტყვი? მისთვის თქვენ ხართ შემდგარი ადამიანი, ადამიანი, რომელიც ფინანსურად არის საკმაოდ მაღალ საფეხურზე, ადამიანი, რომელიც გონებრივად არის განვითარებული. იგი ფიქრობს თქვენზე, რომ თქვენ ძალიან მეტი ხართ მისთვის. იმდენად სასურველი ხართ თქვენ მისთვის, რომ მას ეშინია კიდევაც ნაბიჯის გადმოდგმა. მე ასე ვიტყოდი, რომ მას უფრო მეტი ემეტება თქვენთვის, ვიდრე თვითონ არის. მასაც ერთი სული აქვს, როდის გამოვა ამ სიტუაციიდან, დამიჯერეთ.
იმიტომ რომ უნდა ამ სიტუაციის განულება და აბსოლუტურად ყველაფრის ახლიდან და თავიდან დაწყება. ანუ განახლებული ურთიერთობა სურს. მას უნდა გითხრათ, რომ ძალიან ცოტა დრო სჭირდება, ცოტაც, ანუ მოთმინება, ცოტაც და იგი მოვა თქვენამდე აუცილებლად, იმიტომ რომ მას თქვენს მიმართ სერიოზული გრძნობები აქვს და არა მხოლოდ ის გართობა და ის დროს ტარება, რაც იყო თავიდან. იმიტომ რომ ბევრი ფიქრის შემდეგ იგი ჩამოყალიბდა იმაში, თუ რა სურს თქვენგან, რისი მოცემა შეუძლია მას და იგი ემზადება იმისთვის, რომ ის ძველი ცუდი, ასე ვთქვათ, განწყობა, ის არეული გონება, რაც მანამდე ჰქონდა, გაანულოს აბსოლუტურად და იგი თქვენთან მოვიდეს განახლებული ენერგიებით. თუმცა ამ მომენტში ვიტყვი, რომ იგი არის საკმაოდ ისეთ ცივ ენერგიებში. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ აქ 6-იანი თასები გვაქვს ამოსული. ცივ ენერგიებში მხრივ, რომ გონება აქვს ჩართული მას, იმიტომ რომ მან უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენამდე მოიყვანს, ჩემო ძვირფასებო. დღეს ამით დავასრულოთ. მე გისურვებთ ყველაფერს საინტერესოს და ყველანაირ ბედნიერებას, საინტერესო დღეს, რა თქმა უნდა. გისურვებთ ძალიან დიდ სიყვარულს და გემშვიდობებით, კოცნით.